ბიჭო ალე კანკალე რა არის რატო წერენ ალე კუმიტე არის ინდიელების მისამება იმაში ახარას რედეთში ალე კუმიტე რა ენაზე გამოგონილ ენაზე მე ნახე ქალთალიკასთან დავუბრუნდით რატო ესლამებიან გამოგონილ ენაზე ერთმანეთს ეგ აიხსნა მახაროლოგი აი ხა მე რა ვქნა იმ რედედის სტრიმებს არ უყურებ იმ დღეს ჰორორს თამაშობ და იმას უყურებ მე უყურე რედედის სტრიმებს ზოგს და გუშინ სხვაში ეს კითხვა დასვა მახარამ და მე უპასუხე და მაგაზე იმან ჩათვალა ყველას უყურებდი იმიტომ რომ ზუსტად იმ მომენტში რო თამაშობ სამისი სტრიმი რო ჩავრთე ახსენეს ვიღაცა ქალი მოთამაშე რა Catherine და გამოვთე მე ეს შემო მე 5 საათზე რო შევედი ვიზინებდი უკვე მეთქი შევიხედები თქვი კიდე ლაივში იყო და შევედი ლაივში და იკითხა რომ იმ ქალს რა ერქვა თუ რაღაცა Catherine მეთქი დავწე იმას ეგონათელი ეს 5 საათი უყურებდი ერთ-ერთი რაც უპასუხებდი Catherine იყო მაინც ეგ იკითხა სლამდოგ მილიონერი ხარ ხო და მანდ არის რომ ვიღაცებს სხვა პერსონაჟების ფოტოებს იმაშობოდა რა ანახებდა ხალხს რომ ეს არის ცნობილ ტიპებს ანახებდა ადარებდა თამაშში იმ როლპლეიში პერსონაჟებს და ერთ პერსონაჟია ჯეიმს განიო და მე მანდ წესებს წავიკითხე და მაინტერესა სერვერის და წავიკითხე რაღაც სერვერის წესები არ შეიძლებაო რომ ცნობილი ადამიანის სახელი გამოიყენაო ჯეიმს განი არის შენ ვინ არის ხო და მაგაზე გამოვყლებდი რომ მეთქი ჯეიმს განი ანაირად და პოტონს შეიძლება ლათინური ასოებით სოცხანად უწერია შეიძლება არ ვიცი ერთი ხო ჯეიმს გუნია ეგრე იწერება რეალურად ხო გუნი წერება რაღაცა და ნუ გავჭ ჯეიმს განიო და მეთქი ჯეიმს განი ცნობილი რეჟისორია საკმაოდ Guardians of the Galaxy გადაღებული ბოლო კაცს და Scooby-Doo მაგა ვიცოდი მე Guardians of the Galaxy ვიცი და ალე კანკალე რა არის ახ ალე კანკალე და რაღაცა გინებებს ნუწერთ ძალიან გთხოვთ ფრანც ფერდინანდი იქნებოდა ტატო ო და აი ფრანც ფერდინანდი ცნობილი ადამიანია ასევე მე მოვიფიქრე რაღაც სახელი მოიცა რო ვერ მოგედავებიან ისეთი მე ჩავრთე Red Dead Redemption-ი ონლაინ სხვათა შორის ონლაინი ან ცალკე რა ეს ქართული სერვერი კი არა ონლაინ რაც არის თამაში რა და იქ დავირქვი Roger Deltri აქ სიჩუმე აბსოლუტური ბლუზის გაფრენაც ისმის მაგრამ ვიღაცებს გაუხარდათ ხა მაყურებლებიდან დარწმუნებული ვარ Roger Deltri არის The Who's ბენდის სოლისტი სამაკაცმა მიციცოდა ეგ იმან გაიხარა არა The Who's ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თითების დამნიავები ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დიდი ბენდის რაც არსებობს British Invasion-ის ერთ-ერთი წევრის The Who's სოლისტია Roger და ეს მიკროფონს შეატრიალებდა ხოლმე და ეს ცხენი გამეჩიტა ცხენს დავარქვი Brian May ცხენი მყავს Brian May ბიჭო ეს რატო გიყვართ ხოლმე ეს აი რაღაცა არა ეს მუსიკის და ამ როკის და კლასიკის და ბლუზის და ჯაზის განსაკუთრებით რა რო ეს ზემოდან რო გადმოგხედა და თქვენ გაუნათლებლებო ეს რა არის ბიჭო იმიტომ რომ აქ ბუზის გაფრენის ხმა ავტომატურად ეგრე ჩაიკოვსკი არის ცითმინა გამოდის შეჩემ ავტომატ თავის გამოდის ეგრე ძალიან კარგი თუ ანუ ხო რაღაც სფეროები სადაც მე ვიტყვი რაღაცას და შენ გადააღე პირს და რა მე არ მექნება გააჩნია რა სფერო იქნება ხო და მაგას გეუბნები მაგიტო ხა ისეთ სფეროა რომ ვიტყდება ადამიანს რა ხა გინდა რომ ყველამ ბიტლზე ხო ყველამ უნდა იცოდეს შეჩემა და რაღაც Rolling Stones-ი და რაღაც Roger Deltri-ც ვიღაცა ვიტყდება რა აი ხალხმა რა აი ხუთი კაცი რო ზის აქა და არა ვინა Roger Deltri მიიტყდება რა ნუ რა ზვიზამ და მართლა გულის ის არის მართლა შევა არ მოგწონდეს მაგრამ რო არ იცი აი მიტყდება არა ნუ სიტყვაზე ფრედი მერკური შეიძლება არ მოგწონდეს მნიშვნელოვანი ფიგურაა მუსიკის ისტორიაში ივაკუჩინი მაგალითად ნახე მე რომ აკუფლება რომ გამიტყდეს რომ ადამიანმა არ იცის ეს არა შენ გაგხომ როგორ იცი ხო ნუ რა არის ეს რა ყან რა სიგლეხია ჩვენ აქ დაფასებული ისინი რა ქვია აი რაღაც ეგეთი ის გაქო მედიდურად იყურები რა კი ბატონო მაგაში ვერ შეგეწინააღმდეგებ რაღაც ეგრე ახლა ხო და გამოიქან დაგვასკდი აგერ ხუთივეს არა ტეხავს Roger Deltri ხუთიდან ერთმა კაცმა უნდა იცოდეს რა აი ხუთიდან სტატისტიკურად ხუთიდან ერთმა ტიპი არა ბიჭო იმიტომ კი არა თქვენ კი არ გაჯობთ ამ შემთხვევაში არა თქვენზე არ არის ვაჯობ სიტუაციას როგორ ეგ მგონია რომ არა მგონია რომ პრობლემაა ზოგადად სოფლიოს ვინ ბიჭო Roger Deltri-ში ხო არა გაქვს შენ ანადი ყოლე მომღერალი შეჩემო
ჯაფარა საიდან გაეცინა? ბიჭო, რა შუაშია შეჩემა? მწერალი შეიძლება ძალიან მაგარი არ იცოდეს ეგ ადამიანმა. просто თვითონ სიტუაცია მიტყდება თქო რომ ეგრე დაალაგდა დღევანდელი სამყარო რომ აი ამ ხუთიდან ყველა მიცის ბრიტნი სპირსი მაგალითად. ბუზის გაფრენს ფასემოდან ვიყურებ ხომ. და აი ეს ახარ თქვენ გაუნათელება. მგონი რომ სკოლაში ვარ. ბიჭო, მუსიკის გარდა ხო არ მაქვს ვაზე არაფერზე ეგ რეაქცია. რა გინდა შემარგე რა? ეხა ნუ ატრაკე. ვიღაცა რეჟისორი რო თქვა და რა ამ ხატვარი ვინ უნდა თქვა ეგეთი რომ არ იცოდეს არა. ძალიან ბევრი. ბიჭო, აი შენ რომელი რეჟისორი თქვა ეგ. აი შენ როგორ გონი რომ ტარკოვსკი ყველა მიცის? არ იცის ყველა. 5-დან 1 ტიპს ეცოინება ტარკოვსკი, გაგებული მაინც. ხო, მაგრამ ანუ აი რეჟისორი ბევრად ისეთი ტიპია რა. ბიჭო, აი ჯეიმს განი არის ის თელ სერვერზე ხალხმა შეჩემო ვინ არის ხო ხო არა ის რაღაც გამონაკლისი აქვს დაშვებული, იმიტომ რომ დაისერჩებაო სახელიო, ისერჩებაო და იგუგლებაო და მე აზრებენ უფლებასო და მაგიტო გამიკვირდა რომ ჯეიმს განი ერქვა ტიპს, არა იმიტომ რომ რაღაცა არ იცოდა. დაგუგლეს და ვერ ნახეს ეთყობა რა ვიცი. არა არის აი ამ რაღაცა ხიბლში ჩავარდნის მომენტი, როცა ხელოვნებას ეხება საქმე. კი. და როდესაც შენ იცი რაღაცა მე და ვიღაცამ არის ის გიკვირს და მიკვირს ხო? ბიჭო, მიკვირსაც არ არის, მიკვირსა რომ ხანდა ხარ, რაღაცა მიკვირს. შენთვის გაიკვირვეთ ხო? დელტრი არ გამკვირვებია ხო, ვიცოდი რომ არ გეცოინებოდა. ვიცოდი რომ ყლები ხავთ. მაგრამ ნახე არა, ხა პოლ მაკარტნი, აი ნახე პოლ მაკარტნი რომ მეთქვა და უცებ რომ პირი დაეღო ხუთ ტიპს, მათ გამიკვირდებოდა რომ პოლ მაკარტნი როგორ შეიძლება არ იცოდეს არავინ შეჩვენა. სტრანია. დელტრი არ მიკვირს, მაგრამ მიტყდება. იმ პონჩი კი არა რომ თქვენზე კი არ არის ლაპარაკი. ზოგადად ეგრე არიცია. თუ აი მაგალითად არ ქვია ვიღაცა დუა ლიპა და ბრიტნი სპირსი იცის ყველა სიტყვაზე, რომლებიც არ არიან კარგი მომღერლები მთლად, ისე რადონეზეც აი როჯერ დელტრი როა იყო. მუსიკისთვისაც გაუკეთებია ტიპს მაგალითად, რასაც წარმოადგენს ხელოვნებისთვის, ძალიან ბევრი ადამიანისთვის მაგალითად, რასაც მუსიკა ხო ისეთი თემაა, რომ სერიოზულ მუსიკას აი ჰიპ-ჰოპიც მათ შორის როა იყო, ეხლა ჰიპ-ჰოპი მე არ მიყვარს და არ განვიხილავ ეხლა ისე როგორც მუსიკას არ უყურებ დაჟე, მაგრამ კულტურული ფენომენის თვალსაზრისით ჰიპ-ჰოპი ბევრად მნიშვნელოვანი რამეა, ვიდრე ნებისმიერი პოპი, ნებისმიერი, ხო? და მაგიტო იქ ჰიპ-ჰოპ არტისტსაც ვიღაცასაც ძალიან დიდი გავლენა შეიძლება მოეხდინა უფრო ძირითადად ჩავკანიან ტიპზე ამერიკაში მაგალითად და ეგრე არის როკ მუსიკოსებიც რომ ვიღაცა ტიპს რომელიც ერთმანეთთან ანუ გადაკვეთაც კი არ ქონია და 60-იან წლებში შეიძლება ტიპი მომღერალი იყო და 70-იანებში და მე მოკვდა და ვიღაც დაიბადა 90-იანებში და აი ამ ტიპზე ამ ტიპმა ძალიან დიდი გავლენა იქონია ცხოვრებისეული რა და ეგრე რომ დაალაგდა დღევანდელი სამყარო რომ ბენდიც კი და ჰუ ვერ არ იცის და როჯერ დელტრი მით უმეტეს თითქმის არავინ არ იცის ეგ მიტყდება რა ჰიპ-ჰოპზე გაიფებიან რო იცოდა ჰიპ-ჰოპზე ჰიპ-ჰოპი ვაი ესაც მითხრა პეპსიო ეს მარაზილკაში შევაგდო ეს მარაზილკა ვერ ვერ იმავს ქენ ვერ ამოძირკვე რამის ლექსიკიდან მარაზილკა თქვი მართლა ოდის ანუ ის გაქ რა ანუ ეხლა ჯანმრთელობა ვაკო მაქომი რუსულის ეს არა უშუალოდ არა ხომ რამდენიმე სიტყვაა რომ აი ცოტა ისე მხვდე მარაზილკა და ანის არის ვაფშე არ მიმიქცევა საერთოდ რა ხო იმდენად გამჟდარი პესო კი რამდენი ჩავყარო მე მითხრა და პესოქს არ ხმარო ხაღდა კრუშკაში რამდენი პესოქს ნაღვაწი ის გინდა აი პესოქი რა ჩემს ლექსიკონში მაგრამ სტოლზე როდევსო ის სტაკანი ვინმე სიარი თუ არა ოჯე ხო და ეს დელტრისთან დაკავშირებული ეს ვინდა გადმოხედვა ერთ რაღაცებს წერენ კიბიდან და რაღაც პედესტალიდან ეს ხუმრობით იყო ნახევრად კი არ მეტად და ნახევრზე მეტად ხუმრობით იყო იმიტომ რომ ისედაც ვიცოდი რომ არ გეცოინებოდოთ იმიტომ არა მართლა ძალიან ესეთ ცნობილი ტიპი არ არის აი როგორც მერკური ეგრე არ არის ხა მაგრამ ძალიან დიდი ტიპი არის ხო ძალიან დიდი ტიპია რა მუსიკაში ბიჭო ეგ მე პრობლემაა ეხავს რომ არ არის ა ბიჭო ხა ხუ ძალიან ცნობილი ბენდია რას ლაპარაკობ შეჩემო ხა ძალიან დიდი ბენდია კნოს რეაქცია იყო გენიალური ვერ დაინახეთ რა როგორ ჩაიქნია ეს ხელი რა ბიჭო ხუს ნახვები შიქ ხო არა გაქვს შენ თავი იმას ეს გამოხედა რა აი ბაბა ორაილის არ აქვს ბევრი ნახვა ეგეც იმითო მოპარული აქვს იმათ შეჩემო One Directions ბაბა ორაილის აქვს აწყობილი ცოდნია შეჩემო რა გინდა ხო, არა, ეგრე ვიცი კაცო. ხო და ბაბა ორაილი აქვს. Pinball Wizard-ი არის ის იმერა. Pinball-ი ვიცი ის? Pinball Wizard-ი გეცოინება და კლიპი აქვს. იცი როგორ ბიჭო, ნახე, ხუს აქვს ორი როკ-ოპერა აქვს დაწერილი, ძალიან ისეთი მაგარი. ერთი ტომი არის და მეორე კვადროფენია ეგრე ქვია. ტომი ფილმადაც გადაიღეს მე და ძალიან ბევრი ცნობილი ტიპი თამაშობს ამ ფილმშიც. მათ შორის თამაშობს ელტონ ჯონი ახალგაზრდა. და აი Pinball Wizard-ი Pinball Wizard-ის მომენტი რა ფილმიდან ძალიან ცნობილი კლიპადაც არის მე გაკეთებული ეს რომ Pinball-ს რო თამაშობს ძალიან დიდი ფეხსაცმელები რო აცვია ელტონ ჯონს ეს მღერი ფილმში ეს მღერის ელტონ ჯონი მღერის ოღონდ არ ვიცი არ მოხანა ძალიან ცნობილი სიმღერაა მონღოლური ჰუ არ ვიცი
მე გავუწუნე. მე ფუისაც სახელია შეჩემო. ბატონო ვახტანგ. I won't get fooled again. ეს შანსი არა. 1.2 მილიონიო, ოღონდ ნახე. არა, მოიცა, რემასტერ 2022-ო და ძველს აქვს 25 მილიონი 6 წლის წინ ატვირთულს. 17 წლის წინ ატვირთულს 25 მილიონი ნახო, ჩაგერთავ სუფრაზე რომ ღერის ქართველი გოგონა. 17 წლის წინ ატვირთულს 30 მილიონი აქვს. არა, ბევრია, ბევრი განაწილებულია. ბიჭო 30 მილიონი აქვს, იმას ამას აქვს 25 მილიონი. შეჩემო 6 წლის წინ ატვირთულს და გასაგებია ბიჭო. ქართულ დისკს საკოთ შენ მეტი ნახო. კი ბატონო, ტეხავს მე. არის ძალიან დიდი ბენდია მართლა მუსიკის ისტორიაში. British Invasion არის ეგეთ მოვლენა, რაც ეძახიან, როცა ბრიტანული ბენდები ამერიკაში შევიდნენ და პოპულარულები გახდნენ და ამით როკ მუსიკის პოპულარიზაცია დაიწყო. ერთი იყო Beatles-ი, მეორე იყო Rolling Stones-ი, მესამე Kings-ი და მეოთხე Who. ეს 4 ბენდი იყო. ნუ Zeppelin-საც ათვლიან Led Zeppelin-ს, მაგრამ იდეაში ეს 4-ია რა, Who, Kings-ი, Rolling Stones და Beatles-ი. ანუ აი ამ 4-ში შედის დაჟე, რა იმდენ დიდი ბენდი არის. იმაზეც იყვნენ რა ქვია, პირველ Woodstock-ზეც იყვნენ. ანუ ძალიან დიდი ბენდი არის. ბარაბანში კი ამათი დრამერი. ბარაბანში კი. დრამერი. ამ ხელოვნებაზე ვლაპარაკობ და Who's drummer? ბარაბანში კიო შეჭე. Who's drummer-ი, რომელიც 78 წელს მოკვდა და ზუსტად არიციან თავი მოიკლა თუ. Who's drummer-ი? Who's medole? Who's medole? Who's drummer-ი? Who's drummer-ი? Who's drummer-ი? რომელიც მოკვდა 1978 წელს და არიციან ზუსტად თავი მოიკლა თუ შემთხვევით მოკვდა, იმიტომ რომ რაღაცა წამალი დალია ძალიან ბევრი და შეიძლება დოლი გადააცვეს თავზე. ბიჭო ძალიან დიდი ანუ ისტორიაში ითვლება რომ დავებია ხოლმე რა ვინ უფრო დიდი დრამერია თქვა ჯონ ბონემი Led Zeppelin-ის თუ ეს კიტ მუნი Who's ანუ ითვლება რომ ერთ-ერთი ყველაზე 10-ში 5-ში შედის ნახდათ ყველაზე დიდი დრამერების ყველაზე შეშლილი ტიპების 10-ში პირველ ადგილზე ალბათ ვაფშე იმიტომ რომ არანორმალური იყო სიგიჟეებს აკეთებდა რა ეს კიტ რიჩარდსი ყვებოდა რომ სასტუმროს ან კიტ რიჩარდსი ან ვუდი Rolling Stones-ის რომ სასტუმროს ნომერში აადგა მანქანით ეს კიტ მუნი მანქანა სასტუმროში შევიდა მანქანით ლიფტში და ნომერში მე 15 საათზე რაღაცა კარზე მიუგაკუნა კარი გავაღებე მანქანაში იჯდაო ზერეფანში იყო მანქანით და ეგეც ყლეუბებს აკეთებდა ძალიან არანორმალური იმენა როკ მუსიკოსებზე სიგიჟეების ისტორიები რაც გაგიგია ამას აქვს ყველაფერი გაკეთებული თითქმის სეგმენტებია მთელი კიტმუნის ისტორია მართლა უდო დრამერი იყო გენიალური ძალიან მაგარი დრამერი იყო და ამათი ბასისტი ისტორიაში ალბათ საუკეთესო ბასისტი არის მართლა. მართლა, ანუ Who's ბასისტი, იმიტომ რომ მე რომ მოусმინე პირველად Who's, ერთი რაზეც გამოვყლევდი იყო ბასზე. იმიტომ რომ ხა ბევრი მე ვიცი რომ ბევრი ადამიანი შეიძლება გამს ვერ ახერხებს, მაგრამ ბევრი ადამიანი ახერხებს ასევე მუსიკას როუსმენ ინსტრუმენტებს ხოშლი თავში. აი თქვენ მუსიკას როუსმენ ხოშლი თავში. ინსტრუმენტებს არშლი თავში მუსიკას როუსმენ ცალკე ხო გესმის, დრამი ცალკე გესმის, ბასი ცალკე, გიტარა ცალკე ხო აკვირდები ხოლმე სხვა ინსტრუმენტს, სხვა. და ამის მუსიკა რომ მოვისმენე პირველ ბასს რო უსმენდი გამოვყლევდი, იმიტომ რომ ეგ არ მოგეეთა, მაგრამ მომისმენი არასდროს მანამდე. და მე რომ დავსაჩე მართლა ეგ იყო პირველი ტიპი იყო, რომელსაც ბარზე დაიწყო პარტიების დაკვრა. და დაჟე ვიდეოები არსებობს, რომ შეგიძლია ამისი ბას პარტიები, პროსტა ბას პარტიები, იზოლირებული ბას პარტიები მოისმინო, იმიტომ რომ მანამდე ბასი იყო просто რიტმი იყო რა რიტმს იჭერდა და ამან ეს პარტიებს უბერავს ცალკე მელოდია ამისი ბასი რა და არავინ არ აკეთებდა მანამდე პირველი ტიპი იყო ვინც ეგ რაც გააკეთა რა და ანუ ის ტიპების 4 მუსიკოსიდან დელტრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოლისტია რაც მუსიკაში ყოლია არსებულა პიტ ტაუნსენდი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი კომპოზიტორი და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გიტარისტია ამათი ენტუისტილი ისა ბასი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბასისტია თუ არა ყველაზე დიდი საერთოდ და კიტმუნი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დრამერია და მეტი რა გინდა შეჩემა უდიდესი ბენდი არის მუსიკის ისტორიაში თქვენ აჯვამთ რომ არავინ არ იცის და რაღაცა მე პრობლემა არის ბიჭო პრობლემა რა არის მე პრობლემა რა არის არავინ არ იცის ეგ არის პრობლემა თუ ის რომ ჩვენამდე არ მოიტანა ეს ბენდი ვიღაცამ ესე სწორად ან ადამიანებმა არ გამოხატეს ინტერესს თვითონ რომ მოეძიებიან. ხო ხა ეგეთი კაი თუ არის ხო ესე იგი ნუ კარგია და თუ მოისმენ მოგეწონება მაგრამ ბავშვობაში music box რო უყურებ და იქ რო AS5 გადის და ესა რა ქვია ნელი და ქელი და პოპულარული მუსიკა სულ სხვადასხვა ხა იმასაც ვერ მოისმენდი ეგრე ვერც Led Zeppelin-ს ვერ მოისმენდი და Pink Floyd-ით შეიძლება Division Bell მოგესმინა იმიტომ რომ 90 წელს გამოვიდა. Wall-იც იყო ხოლმე. ანუ Wall-ი ძალიან პაპსაა და იმიტომ. კლიპები თუ რამეს ქონდა იყო და Wall-ი რა ერთი სიმღერა იყო Another Brick in the Wall. ხო, იმიტომ რომ კლიპი ქონდა. კლიპი ვერ სიმღერას აქვს ეგრე რაღაცა. და მაგნუს რა ქვია
აი კლიპი არ არის, ფილმიდან არის აღებული ეგ მონაკვეთი. რა მნიშვნელობა აქვს? ტელევიზორში ალბომის კლიპი აქვს, მთელი ალბომი კლიპი არის იდეაში, ეგრე შეგიძლია დაჭრა და მოაყო კლიპად გაასაღო, მაგრამ როჩი იმის გამო Times აქვს კლიპი? ოკეი, იმიტომ რომ Dark Side of the Moon-ის ფილმიც აქვს გადაღებული, Pink Floyd-ის. რაღაც ფილმი რა ისეთი ისაა რა. ვიდეო დაურთესავით. აი ხუს უნდა ჩაუვიждეთ მეგობრებო აუცილებლად. არა, შემა მოგწონდა, შემა არ მოგწონს მაგაზე არ უნდა იცოდე. ეხლა არა, უნდა იცოდე, არ არის. უნდა იცოდე, უნდა არაფერი არ უნდა იცოდე, კაცო. პროსტა რო არ იცის ადამიანმა, რო არ იციან მეთქი, ბევრმა ადამიანმა რო არ იცის. წინს. ხო, წინს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბენდია მართლა, არ არის რაღაცა. წენის გამოხატვის ორი ვარიანტი არის. ორი ვარიანტი არსებობს წენის გამოხატვის. ერთი აი ვაკოსგან მეწყინა რაღაც და ჩუმად ვარ. და მეორე არის რა რას გავხარ რა გაცვია ეს ხუმრობა იყო ეს გაფრენაზე ხუმრობა იყო მათ შორის ხუმრობა იყო მაგ პონჩი რომ ტეხავს რა რომ ხალხმა არ იცის თქო რა ის აწავიდა მიტყდება ჩვენი მედოლე დატო რომელი უფრო Led Zeppelin-ის Since I've Been Loving You to Stairway to Heaven Since I've Been Loving You არა რა ვიცი Stairway არ ვიცი Stairway to ორივე ნახე Stairway to Heaven იდეაში დასაწყის თუ არ ჩავთვლით, მთლიანად Zeppelin-ის არის, დასაწყისი მოპარული ვით აქვთ. და Since I've Been Loving You არის მაინც ძველი ბლუზია, რომელიც აიღეს და ამას მაგრა გადააკეთეს ოღონდ, მაგრამ მაინც ამა გადააკეთეს და მაგრამ იმდენად მაგარია. მე საერთოდ ერთ პერიოდში მიმაჩნდა რომ Stairway to Heaven არის ყველაზე მაგარი სიმღერა Zeppelin-ის და მე უკვე ვთვლიდი რომ Since I've Been Loving You არის ყველაზე მაგარი სიმღერა. იმიტომ რომ აი სასწაული კომპოზიცია არის მართლა, მუსიკალურად არის. ტაურუსი არის მე მგონი, ტაურუსის არის Stairway to Heaven-ის დასაწყისი, ხო? ანუ Stairway to Heaven თავისი ტექსტით, თავისი განვითარებით, მე ბავშვობაში პატარა ვიყავი რომ მოусმინე, მაშინ აღმოვაჩინე, შეიძლება ჩემ მე რეჟისორებს ვაბრალებენ ხოლმე, ხო იცი, ამას გულისხმობდა და საერთოდ არ გულისხმობდა მაგას. ეგ აღმოვაჩინე, რომ სიმღერის განვითარებაც კიბესავითაა რა, რო დაფიქრე. Stairway და მე ზემოთ არის, მე კიდე არის და მე ბოლოს საერთოდ იმით მთავრდება რა. ხო და ანუ ისა რა, კიბესავით არის განვითარება სიმღერის. მაგრამ Since I've Been Loving You არის დასაწყისი ძალიან მაგარი. ვერ არ ვარ გაიგეთ შედარებები საერთოდ ჩემი აზრით. არა მარტო სიმღერების ერთი ბენდების, არამედ ბენდების ვერ დაასკნა რომელი ჯობეთ ბოლოს. ბიჭო არ ვარ გამეგობრებული. ხელოვნებას არ უხდება რა. მე მგონია რომ ხელოვნებას შეჯიბრი, არ უხდება კონკურსები, არ უხდება გამარჯვება, აი გრემი და ოსკარი და მაგიტო აი ყლეობა სისულელია. ხელოვნებას არ უხდება ეგ თემა რა. ხელოვნება. ბიჭო, ნახე, ოფიციალურად შეიძლება აღხვდა, მაგრამ ყოველთვის საინტერესოა კამათია. არა, ის ჯობი, იმის გიტარისტი ჯობია, იმის ფეხბურთელების შემთხვევაში ხო ეგრე არის. ხო, არა, კამათი მუღამი აქვს, კამათს ბაზარი არა, იმიტომ რომ რაღაცებს აღმოაჩენ კამათში ამ თემაზე. განსხვავებით რაღაცას სხვა თემებზე კამათისგან, აქ რაღაცებს მართლა აღმოაჩინო რა შენთვისაც. ვევასება ეგ ადამიანებში ზის რა. არა, აი ზოგადად ლაშამ გამომიგზავნა ის ფოტო რაც კაია. თქვენთან და მოვიკითხავ ჩემ ძმებს. ყველებს კი იცით ვისაც. ტატო, ხავი ყლეა? არა. ნახე, გომბები? პლაპორტაზე რო იბაზრა რაღაცა, ხო? მესის დაბრუნება შეეძლო და არა, მაგრამ სხვა შენს თანხმობი გაქვს რომ არც მე არ მინდოდა მესიო დაბრუნებულიყო. ბიჭო, მე მესისთვის არ მინდოდა. მესი მეწოდებოდა მაგ უბედურებაში და მაგიტო. არა, თუ ბარსელონა მესი მაგაზე უბედურებაში ყოფილა. ხო და Bright White რო ყავდა და ესა. მაგათო ამბობ, უკეთესი ბრუნდებოდა 23-ში? 23-ში უკვე რაღაცა ცოტა რა, შეცემ. ლევანდოვსკი იყო მოსული მაქსიმუმ. არა, უკეთესი იყო ალბათ ორივესთვის რა, რომ ეს დამთავრდა და წასულიყო რა. არა. მამათ მავალი გწერს. გიორგი, მე ვფიქრობ დრო მოვიდა რომ ტატოც დავიმატოთ და სამში შევბეროთო. მე შენ გითხარი რომ ჯერ გასათვისებელი გვაქვს რამდენიმე პოზა. ისა უკაცრავდა რამდენი ჩარიცხა მაგ ადამიანმა? 8 არის. 8 არის ნახე. ვალა თუნდა რომ სტრიზამში შემოგიტრიოს. მე და ჟმოტიშე ჩემო. რა მოიწერა და 8 ლარზე მეტი ვერ გაიმეტა. Attack on Titans უყურე შენი რჩევით, მაგრამ გამისწორდა რამეს ხო არ მირჩევ კიდე. კი, კიდე. რავი და არ გაქანახიან. ანიმეებზე თუ მეკითხები ჰენტაები ურჩია. Death Note-ია ძალიან კაი. ერთი ორი კაი ჰენტაი ძის გალამ.